გამარჯობა. გამარჯობა. Ილუსტრირებული კომუნიკატორის მატულებად არის კონტაქტი. გაგვეცანი შენ ვინ ხარ? მე გახლავთ საქართველოში ერთადერთი გიგანტური რობოტი მაქსიმუსი. მე მუშაობ ბავშვთა დასართობ ცენტრ რობოსინტეში. ცეკვავ ღერით სამაშობ. მაქსიმუსი კომპანია GeoRobotis პროდუქტია, რომელიც უშუალოდ ბავშვებთან ურთიერთობისთვის შეიქმნა. თუმცა მანამდე იყო პირველი რობოტი სახელად ედი, რომლის შესაძლებლობებიც ბევრად უფრო ფართოა. ედი არის ინტელექტუალური რობოტი, აღჭურვილია მრავალი სენსორებით. შეუძლია ბგერების გამოცემა, ასე ვთქვათ, ლაპარაკი, მუსიკის დაკვრა, ცნობს პატრონს, მიყვება მას, ახერხებს ადამიანის ჟესტების გამოცნობას. სამწუხაროდ ედი თავისი შესაძლებლობების რეალიზებას საქართველოში ვერ სადახდენს და ამ ეტაპზე მხოლოდ ბავშვებისთვის ტორტის შემოტანით არის დაკავებული. მისი შემქმნელები ამბობენ, რომ ასეთი გამოგონებების მიმართ ქვეყანაში შესაბამისი წრეების ინტერესი და ხელშეწყობა არ არსებობს. მარტო ასეთი გამოგონებების კეთება, მარტო რაღაც ნოუ-ჰაუების გზით სიარული ნაკლებად პერსპექტიულია. საჭირო არის წარმოება, სადღაც ხო უნდა გაკეთდეს, რაღაცა ცენტრი უნდა იყოს, რაღაც დაფინანსება უნდა იყოს. აქ მე ჯერჯერობით ასე ტენდენციებს ვერ ხედავ. ძირითადად უცხოეთში ინტერესდებიან თემურ ჩიჩუას გამოგონებებითაც. ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, თუმცა მისი სამეცნიერო საქმიანობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. ჩემი მთავარი გამოგონება, რომელიც ამ ეტაპზეც მუშაობთ, რომელიც გაუმჯობესებაზე არის ტრანსფორმერი კლეპსტრონი. ეს არის ეს ფიგურა, კონსტრუქციული ერთეული, რომელსაც შეუძლია ბრტყელი ორგანზომილებიანი სტრუქტურიდან გარდაიქმნას სამგანზომილებიან სტრუქტურად. და როდესაც ჩვენ ვაწყობთ ჯაჭვს მსგავსი სტრუქტურული ერთეულებით, შეგვიძლია მივიღოთ მსგავსი განშლილი ფიგურა. საკმაოდ რთულია კოსმოსში დიდი მასშტაბური კონსტრუქციის წაღება. შესაბამისად, მე შევიმუშავებ პროგრამა, რომელიც გვაჩვენებს, როგორ შეიძლება დიდი კოსმოსური ანტენა მოვათავსოთ დაკეცილი პატარა ზომებში, წავიღოთ კოსმოსში და ერთი, ასე რომ ვთქვათ, რეისით იქ მოვახდინოთ უკვე მთლიანი კონსტრუქციის გაშლა, როგორც თქვენ ნახეთ. ქართველი გამომგონებლის კონსტრუქციამ ინტელის საერთაშორისო კონკურსზე მეოთხე საპრიზო ადგილი დაიკავა. სწორედ ამ კონკურსზე დაინტერესდა თემურ ჩიჩუათი კოსმოსური ინჟინერიის კომპანია SpaceX-ი. ანუ SpaceX-მა სწორედ ამ ინტელის კონკურსზე მიპოვა, როდესაც ერთ-ერთი ჟიურის წევრი იყო SpaceX-ის წარმომადგენელი. ამის შემდეგ ჩვენ მქონდა იმეილის საშუალებით გარკვეული საუბარი და რეალურად მათი პოზიცია იყო ესეთი, რომ იდეა არის საკმაოდ კარგი და ისინი ისურვებენ იხილონ ეს პროექტი კოსმოსში განხორციელებული თუ მე მივცე მას დასრულებულ სახეს. ეხლა რეალურად დასასრულებელი ეს ყველაფერი, შესაკროელი, შესაფუთი და გასაგზავნი, რომელიც შეიძლება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს და საქართველოს კიდევ ერთი სამოყო პროექტი გქონდეს, რომელიც კოსმოსში ჩვენ გარშემო მოდიოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ თემო თავის მეგობრებთან ერთად სწავლას სან-დიეგოს უნივერსიტეტში განაგრძობს. სწორედ ეს პრიზი შეხვდა მის გუნდს 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსზე. კონკურს 1000 წლეულის გამოწვევის ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანი ახალგაზრდა გამომგონებლების წახალისება და ინოვაციური პროექტების გამოვლენაა. ეხლა ჩვენ ვართ 1000 წლეულის ინოვაციის კონკურსის დასკვნით ეტაპზე. კონკურსში სულ 85 გუნდი მონაწილეობდა, თუმცა შეირჩნა ფინალისტები და აქ სწორედ 10 ფინალისტი გუნდის ნამუშევრები არის გამოფენილი და სწორედ დღეს დასახელდება გამარჯვებული გუნდის ვინაობა. ეხლა ჩვენ შეგვიძლია თითოეული გუნდის ნამუშევრები ვნახოთ და გავესაუბროთ მათ. შეგიძლიათ რა აგვიხსნათ თქვენი გამოგონება რაში მდგომარეობს? ანუ ჩვენ გავაკეთეთ მარტივად გასაგები ციფრული ლაბორატორია. ჩვენ გავაკეთეთ ორცალი მოდული, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ნებისმიერ ბავშვს შეიძლება 12 წლის ბავშვებსაც გაიგოს ციფრული ელექტრონის დასაწყისები. ეს გახლავთ ვერტფრენის გადასარჩენი მოწყობილობა საჰაერო კატასტროფის დროს, მაქსიმუმ 1-დან 3 წამის ინტერვალში ხდება პარაშუტის გახსნა და ვერტფრენის და ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანით დაშვება მიწის ზედაპირზე. ეს რა არის? ეს არის სამგანზომილებიანი აპლიკაცია, რომელიც დავლებოთ სკოლებში. აი, გაჩერდი? ეს ჩვენ გამოვაცხადებთ სამ ფინალისტს.
უცნაურია. კონკურსის საუკეთესო გამოგონებად ახალციხის მე-6 სკოლის გუნდის პროექტი მულტიკლიმატიზატორი დასახელდა. ანუ ეს არის პროექტი მულტიკლიმატიზატორი, რომელიც ამახსოვს ატომის ტენიაბას წებას წნევას და ორი სამი დღით ადრე შევგავთხოვინეს მოსავლეთა წვიმის შესახებ, რომელიც დაეხმარა ფერმერებს თავიანთი მოსავლის გადარჩენისთვის. გამარჯვებულებს შემდეგი წარმატების იმედი უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვთ. საკუთარი რესურსებით შექმნილ პროექტს ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები აპრილში უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებს წარუდგენენ.